ხშირად იზიდავ ფსიქოლოგიურ მოძალადეს, ან ხშირად არის შენ ცხოვრებაში ფიზიკური ძალადობა, მაშინ ამ ვიდეოს უნდა მოусმინო. ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ხდება ისე, რომ მეორდება რაღაც ამბები. ჩვენ ვიზიდავთ ფსიქოლოგიურ მოძალადეებს, ან კიდევ უფრო უარესი ჩვენ ვიზიდავთ ფიზიკურ მოძალადეებს, ან ხშირად ჩვენ თავად ვართ ასეთ როლში. რა არის ამის მიზეზი და საიდან შეიძლება დავიწყოთ ძიება იმისა, თუ რატომ ვართ ახლა ამჟამად ამ როლში აღმოჩენილები. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ბავშვობიდან დავისწავლოთ გარკვეული ტიპის ქცევები და გარკვეული ტიპის მოდელები, ჩვენი აღზრდის, არასწორი აღზრდის პირობებში ყველაფერი ხდება ხოლმე უკუღმა. ბუნებრივი ამბავი არის ის, რომ ბავშვმა ისწავლოს, რომ როცა რამე არ მოსწონს, ეს უნდა გამოხატოს. როცა აწყენინებენ, თავი უნდა დაიცვას. როცა დაარტყამენ, ასევე რეაქცია უნდა მისცეს ამ ყველაფერზე და თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ საკუთარი უმთავრესი რამ, რაც ჩვენ ცხოვრებაში გვაქვს, სიცოცხლე აუცილებლად დაიცვას. ზოგადად გამოხატვის უფლებას და თავისუფლებას ხშირად ჩვენ ბავშვობაში გვიზღუდავდნენ ხოლმე. და ყველაფერი ხდებოდა შეტრიალებულად. და გეტყვით ახლა ძირითადი ფორმები, სადაც მშობლები შეცდომას უშვებენ ხოლმე შვილთან ურთიერთობისას. პირველი ეს არის ის, რომ უკმაყოფილება უარყოფილია. თუ ბავშვი რაიმეთი არის უკმაყოფილო, მშობელი ამ უკმაყოფილების გამოხატვას კრძალავს. მეორე არის ის, რომ პროტესტი ისჯება. თუ ბავშვი რაიმე თემაზე გამოხატავს პროტესტს, მშობელი მომენტალურად აკეთებს ამის ბლოკირებას და ამის გამო როგორც წესი სჯის საკუთარ შვილს. მესამე, წუხილი იგნორირებულია. ვთქვათ, პირობითად ბავშვი რაღაცაზე წუხს, ხო? მშობელი ამ ყველაფერს აიგნორებს. ამით თითქოს ის ფიქრობს, რომ აძლიერებს შვილს, მისგან რაღაც განსაკუთრებულად მაგარ ტიპს ხდის, ამზადებს ცხოვრებისთვის თითქოს, მაგრამ სინამდვილეში სხვა რაღაცის დასწავლა ხდება ბავშვის მხრიდან, მისი ფსიქიკა სხვანაირად ამუშავებს ამ ამბავს და შემდგომ ვიღებთ იმ შედეგს, რითიც დავიწყეთ ეს ვიდეო. კიდევ ერთი არის ის, რომ რაღაც გარკვეული ტიპის სევდიანობას, გარკვეული ტიპის რაღაცა ჩაკეტილობას ბავშვის მხრიდან მშობლები აუფასურებენ. არაფრად აგდებენ და ანიშნებენ, რომ ეს არაფერია მათთვის და ამ დროს ბავშვი კიდევ უფრო მეტად იბნევა. კიდევ ერთი არის ის, რომ სისუსტე ერთგვარად რაღაცნაირად დასაცინი არის ხოლმე აღმზრდელისთვის, რომ თუ შენ სუსტი ხარ, მაშინ შენ უნდა დაიცინო, შენ არ ხარ ჯანსაღი, ასე ვთქვათ, არ ხარ კარგი იმ გარემოსთვის, სადაც შენ იზრდები, ამიტომ დაცინვის შიში სერიოზულად ჩაიკირება ხოლმე მერე ჩვენს ფსიქიკაში. მინდა ვუთხრა მშობლებს, აღმზრდელებს, რა ვიცი, უფროს დეებს, ძმებს და ასე შემდეგ, რომ ბავშვის ეს წუხილები, შიშები, სისუსტეები არ დაიგნორონ, არ მოახდინონ ამ ყველაფრის ბლოკირება, რადგან ეს ამბები არსად არ ქრება. უბრალოდ ის რაღაცა ჩაკეტილია ხოლმე და ხელახლა გაცოცხლებას მოითხოვს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ტრავმები გარკვეულწილად გადავამუშავოთ. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ცხოვრებაში ხშირად ვიზიდავთ ხოლმე ფსიქოლოგიურ მოძალადეებს, ფიზიკურ მოძალადეებს, ან თავად ხვდებით ასეთები და კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, ხშირად საზოგადოება მთლიანად ხდება რაღაცა ესეთი ინდივიდები შეიკრიბებიან ხოლმე და თითქოს აი მსგავს რაღაცა ერთგვარ სასჯელს ელოდებიან და ითხოვენ პირობით მშობლისგან, ხელისუფლებისგან.